ნიკოსეულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში დამთვალიერებელს დახვდება მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის თავისადმი მიძღვნილი გამოფენა. 2025 წელი მერაბ კოკოჩაშვილის წლად გამოაცხადა ქართულმა ფილმმა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიებები, მაგალითად ბარჯანიშვილის თეატრში ჩატარდა საიუბილეო საღამო, ხელოვნების სასახლე კულტურის ისტორიის მუზეუმში ჩატარდა მისი 90 წლის თავისადმი მიძღვნილი გამოფენა. სამართლიანობა მოითხოვდა, რომ იგივე გამოფენა გამართულიყო ზუგდიდშიც, თუნდაც იმიტომაც, რომ ის იყო პირდაპირ შთამომავალი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძისა. ალექსანდრე ჭავჭავაძის ნაბოლარა ქალიშვილი ნინო გათხოვილი იყო დავით ჯორჯაძეზე. ანუ საუბარი არის მერაბის ბებია ბაბუაზე. დავით ჯორჯაძე, ანუ ბაბუა, მეტად განათლებული პიროვნება იყო. თავის დროზე მან ძალიან დიდი როლი შეასრულა და დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობაში, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობაში. აი მათი ქალიშვილი კი უკვე ჯორჯაძე, მარინა ჯორჯაძე, ანუ დედა მერაბ კოკოჩაშვილისა გათხოვდა ჩილ ჯორჯაძეზე, რომელიც გახლდათ შთამომავალი იმერელი კოკოჩაშვილებისა. მერაბის დედა და მამა ორივენი მუსიკოსები იყვნენ, უკრავდნენ ორკესტრში, ძალიან დიდი მომავალი ელოდათ, როგორც ამბობდნენ, ძალიან ნიჭიერები და შრომის მოყვარენი იყვნენ და თავის საქმის პროფესიონალები, ასე ვთქვათ, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ მერაბის მამა არჩილ კოკოჩაშვილი იმსხვერპლა 37 წელმა და როგორც ბევრი უდანაშაულო ადამიანი, ისიც იქნა მსხვერპლი ამ ამბებისა და გადასახლებულ იქნა. ბავშვობიდანვე ტრიალებდა ესეთი ბუმბერაზი ადამიანების გვერდით და ცხოვრობდა, როგორებიც იყვნენ უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე და ალბათ სწორედ ამანაც განაპირობა ის ამბავი, რომ მერაბ კოკოჩაშვილმა ითამაშა ბავშვობის როლი, პაატას როლი გიორგი სააკაძეში. ხალხის შორის უნდა ითქვას, რომ როგორც ის თავის მოგონებაში აღნიშნავს, ძალიან სიამოვნებით მიდიოდა ამ გადასაღებ მოედანზე, ერთობოდა, თამაშობდა როგორც პატარა ბავშვი, მაგრამ ყური მოკრა, რომ პაატასთვის თავი უნდა მოიჭრათ და როგორც გითხარით, იგონებს, რომ ძალიან დაფრთხა, შეშინდა ბუნებრივია, რა თქმა უნდა, და ტახტის ქვეშ ჩაიმალა. და ვერაფრით ვერ გამოიყვანეს იქიდან, სანამ არ დარწმუნდა იმაში, რომ მის თავს არაფერი არ ემუქრებოდა, იქიდან არ გამოდიოდა ცოცხალი თავით. ნუ როგორც ვიცით, მან ამ ამბავს ძალიან კარგად გაართვა თავი. მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი კადრები არის აი ამ დარბაზში გამოფენილი, როგორც გითხარით, მოყოლებული პატარაობიდან, ანუ ბავშვობიდან დღევანდელ დღემდე. და ის ფილმები კიდევ, რომელიც მან შექმნა და გადაიღო. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ არის ძალიან დიდი რეჟისორი, ჩვენს პერიოდში მოღვაწეობდა ის და ჩვენ ყველას გვინახავს მისი ფილმები, როგორი საინტერესო ფილმები ქონდა მას და ერთადერთ ფილმზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, დიდი მწვანე ველი, რომელიც გადაიღო მან 1967 წელს. ამ ფილმის სიდიდე, ასე ვთქვათ, გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ 1967 წელს გადაღებული ფილმი 1994 წელს 100 საუკეთესო ფილმებს შორის აჩვენეს სხვადასხვა დროს და ქვეყნის ფილმებს შორის. გახსნა იყო არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი, მუსიკალურად გააფორმა ის გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე ქალმა ბელა მახარაძემ. ჩართვა ქონდა, სამწუხაროდ მერაბი ვერ ჩამოვიდა, თავის სიტყვაში აღნიშნა ძალიან დიდი მადლიერება დადიანების მუზეუმისადმი და აღნიშნა ის, რომ ისეთივე მშობლიური, ისეთივე საყვარელია მისთვის დადიანების მუზეუმი, როგორც წინანდლის მუზეუმი.